გამარჯობათ. ეხლა მე მინდა გაჩვენოთ თქვენ თუ როგორ ვიყენებთ ჩვენ როგორც შიგ ჩასმულ ფასადებს, ასევე ზევიდან გადამჟარ ფასადებს კარადებზე. და რა უნდა მოვიმოქმედოთ იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად კონდეს შესრულებული. და რა იმის შეცვლილებებს არ კონდეს ადგილი. მოკლედ შევდივართ კარადაში და გვაქვს ჩვენ ორ პლეისერები. ერთი არის ფასად ნაკლებნოი, ანუ ზევიდან გადამჟარი ფასადი და შიგშემჟარი ფასადი. დავიწყოთ ზევიდან გადამჟარი ფასადიდან. როდესაც ჩვენ გვინდა რომ დავუშვათ აქ ორ ნაწილად გავყოთ ან ოთხად გავყოთ ფასადები, მაშინ პირველ რიგში ფასადს დავშვა აქ. მე დავაწყაპნი ფასადზე, შევდივარ ფასადში და აქ გვაქვს ჩვენ ფასადის გადიდება, ესეთი უილიცით ფასადი. დავაწყაპნოთ და გამოდის ესეთი პანჯარა. ესე იგი, მიმართულებას ვაძლევ ქვევით და მარჯვნივ. და ვეუბნები ოკეის. და ნახეთ ფასადი თუ როგორ იმას აქნა რა ქვია. როგორ ჩამოვიდა დაბლა და დაჟა თავის ადგილას, მაგრამ ეხლა როგორ გავყოთ შუაზე ეს ფასადი. დანიაში გადავდივართ, აი აქეთ. და აქ გვაქვს ციპ ადგილვანია. შევდივართ აქ და ვეუბნებით, რომ გვინდა ერთი ფასადიანი თუ ორი ფასადიანი. ვეუბნებით ორი ფასადიანს. და ბატონო, რომ გავხსნათ, აჰა. ფასადებიც აი ესე გამოვიდა ჩვენი ფასადები. კი ბატონო, ეხლა ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ კიდევ ფასად ნაკლებნოი და დავშვით აი აქ. ხო? ეხლა ნახეთ, დავშვი აქ. მე ესე იგი ისევ შევედი აი აქ. უილიცით ფასად. ბატონო, გამოიტანა აი ესეთი და უკვე მარცხნივ გავადიდოთ ფასადი, ვეუბნებით ოკეის. აქაც გადავდივართ დანიაში და აქაც ვირჩევთ ორ ფასადს. კი ბატონო, აი ეს. ეხლა იგივე გავაკეთოთ ზევითაც. მოკლედ ისევ შევდივარ აი ამ ფასადში, აი აქეთ. და დავაწყაპუნებთ ამ ფასადზე. გადავდივართ აი აქეთ, ისე უილიცით ფასად და მარცხენა მხარეს ვეუბნებით აი ესეთ რაღაცას. კი ბატონო, ორი ფასადი გავაკეთეთ. მაგრამ ახლა თქვენ თუ მიაქცევთ ყურადღებას, ეს ფასადები, აი ნახეთ, ზედმეტი ხაზები გაჩნდა. აი აქ როგორ გვაქვს დავუშვათ დაშორება ფასადებს შორის, ანუ ზაზურსაც ვეძახით და აი აქ კიდევ გადააჯდა ერთმანეთს. ამიტომ ჯერ პირველ რიგში ვაწყაპნით აი ამ ფასადზე. გადავდივართ აი აქ. და აქ გვაქვს 20 სტუპსლევა. და ვეუბნებით პოლონ ნაკლებნოის, რომ ნახევრად გადამჟარი იყოს ეს ფასადი პერეგაროდკაზე. კი ბატონო, აი ნახეთ, შემცირდა რაღაცნაირად აქაც. ეხლა დავაწყაპნოთ აი ამ ფასადს და აქაც გადავიდეთ და ვეუბნებით 20 სტუპ სპრავა. აქაც პოლონ ნაკლებნოის ვეუბნებით, აი ნახეთ როგორ გასწორდა აქ უკვე ზაზორები და 20 სტუპ სვერხო, იმიტომ რომ ზევითაც პერეგაროდკა გვაქვს. აქაც პოლონ ნაკლებნოის, ნახეთ აქაც როგორ შემცირდა. ეხლა ისე ვაწყაპუნებთ ამ ფასადს, შევდივართ აქ და ამასაც ვეუბნებით 20 სტუპ სპრავა, პოლონ ნაკლებნოი, ნახეთ როგორ გასწორდა და 20 სტუპ სნიზო. აქაც პოლონ ნაკლებნოი. всё, აი ნახეთ როგორ ყველაფერი დაჟდა თავის ადგილას. და საზორები ყველაფერი კარგად აქვს. ამის გარდა ჩვენ გვაქვს აქ ესეთი ნახეთ, ეს არის თუ გნებავთ ზაზორები, ესე იგი დაშორებების
გაზრდა. ეხლა 3 მმ გვაქვს აღებული, აი აქ გიჩვენოთ რომ 3 მმ-ია. აქ მილიმეტრ-ნახევრით არის დაშორებული. კი ბატონო. და ნებისმიერი ზომის შეცვლა შეგიძლიათ. გინდა იქით გაწევა, აქეთ გამოწევა, რა ვიცი, ყველანაირად შეგიძლიათ აქ იმოქმედოთ და ფასად შეუცვალოთ ზომები იმის მიხედვით თუ როგორ მოგინდება თქვენ. ნუ ეს თქვენი გადასაწყვეტია მომავალში. კარგით, მე მგონი ეს გასაგებია, ნუ ეხლა აქ რა ვიცი, არ დავიწყებ მე ამის ცვლილებებს, უბრალოდ მე განახეთ აი ეს ოფცია მინიატ საზმიანი ფასადი, აგერ არის ბატონო, აქ არის ყველა ზომა, სადაც თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ზომები. ხო. ეხლა რომ გავხსნათ ეს ვიცი შევიდეთ, ათგერიც. აი ნახეთ თუ როგორ არის, აი აქ მაგალითად პეტლები ერთმანეთთან არის, აქაც ერთთან არის, ესე უნდა აუცილებლად ერთმანეთს ააცილოს, მაგრამ ამის ვიდეო თქვენ აი აქაც არ ზის კარგად. ამიტომ ვიცი უნდა შეხვიდეთ და მოხსნათ ფასადები, რომ თქვენ დაინახოთ პეტლები როგორ არის განლაგებული. ესე გააწყობთ, არ გააწყობთ. მაგალითად შეგიძლიათ ეს პეტლი საერთოდ აქეთ ჩამოიტანოთ თავლა, ან აქ ჩამოიტანოთ თავლა. ნუ ეგ თქვენი გადასაწყვეტია. ეს რა თქმა უნდა ჩამოსატანია თავლა, იმიტომ რომ აი პირდაპირ არის დაჯახებული იმას თაროს. აქ კიდე პეტლზე არის და დაშორუფების დროს, ასე ვთქვათ, და დამაგრების დროს ერთმანეთს დაეჯახება ეს სამაგრები, სახრახლისები, ასეთ შურუფებს ვეძახით. აი აქაც. ამიტომ ამის რა თქმა უნდა ვიდეო თუ როგორ ხდება ამ პეტლების ასე ვთქვათ რეგულირება არის ცალკე და იქ შეგიძლიათ ნახოთ და მიხვდებით თუ რა უნდა გააკეთოთ მაგისთვის. კარგით. ამით ეს აქ დავამთავროთ გადამზარ ფასადებზე და გადავდივართ მოკლედ ეს კუთი გავხადეთ გამჭვირვალე სპეციალურად რომ ჩვენ ჩავშოვთ აქ ფასადს, ხო? ნახოთ თუ ის როგორ იმუშავებს. შიგჩამჟარი ფასადი. კარგით, აგერ აქვს ფასად კრადნოი, ავიღეთ და ჩავშვით აქ და შევედით აი აქ. ნახეთ ეს აქვს ჩვენ პერეგაროტკა. მაგრამ რა უშავდა მინდა მთლიანი ფასადი, ხო? გადავდივართ აქ, ვეუბნებით აი ამას. უელიცით ფასად. და ვეუბნებით ქვევით. ოკეი. აი ნახეთ რა გამოვიდა. რომ ჩვენი პერეგაროტკა, აი ეს პერეგაროტკა არის ფასადში შეჭრილი, ხო? და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, არა მარტო პერეგაროტკა, ნახეთ თაროებიც. ზედა თაროებიც და ქვედა თაროებიც. მოდი ნახოთ ახლა რა უნდა გავაკეთოთ, რომ ესენი დაჟეს თავის ადგილას კარგად. აი რაც შეეხება ამ პერეგაროტკას, ხო? ჩვენ გვაქვს აქ ესეთი ოფცია, რაც შეეხება корпус დავაწყაპუნოთ და გვაქვს უგლუბლენია. ნახეთ, უგლუბლენია. უგლუბლენია არის ასეთი რამ, სადაც თქვენ შეგიძლიათ გვერდები შეწიოთ, გამოწიოთ, უკანა მხარეც, წინა მხარეც, აქაც ესე იგი სახურავი ან ძირი შეწიოთ. ყველა მიმართულებით შეგიძლიათ, აი ნახეთ როგორ არის ისრები გიჩვენებთ აქ მიმართულებას. წინ ჩაწერდა, წინ გამოიწევა, უკან ჩაწერდა, უკან გაიწევა. მინუს თუ ჩაუწევს, რა თქმა უნდა, უკან გაიწევა. აქ გვაქვს უგლუბლენია რაზელიცელი, ანუ ეხლა ჩვენ გვინდა დიაფრაგმა, ხო? აი აქ მაგალითად უნდა ჩავწეროთ მინუს, ნუ 22 ჩაუწეროთ, მოდით. და ვნახოთ რა მოხდება. აი ეს არის ჩვენი დიაფრაგმა, ვეუბნებით ოკეის. და ნახეთ შეიძლება შევიდეთ. დაშორდა კიდევაც ცოტათი ფასადს ეგ. მე მგონი ცუდიც არ არის, რომ დაშორდა. ამიტომ ეხლა თაროსთან რომ მივიდეთ, ჩვენ აუცილებლად ფასადი უნდა გავაღოთ. აი ესე. და აგერ გვაქვს თაროები. ხო? დაახლოებით ეს თაროები უნდა იყოს, მოდი ნახოთ ესე, დავაწყაპუნოთ თაროზე.
ზვიგს სპერეძი გვაქვს 10 მმ. მოდი ჩავწეროთ კიდევ 15. 22 რო იყოს. კი ბატონო. აი ნახეთ შეიწია ესენჩი. შეიწია შიგნით ფაქტიურად როგორც პელეგარუტკა დაჯდა ისე. კი ბატონო. აჰა. მოდი აბა დავკეთოთ ჩვენი ფასადი და ნახოთ რა იქნება. კი ბატონო. აბა დავაკეთოთ. შენერა დაჯდა გვაქვს ყველგან საზოლები. ეხლა ქვედა მხარე. აი ახაც. ზვიგს სპერეძი. ახაც 22 ვუთოთ, როგორც უთხარით. ისე გავაკეთებთ ახაც. ეხლა დავკეთოთ. ბატონო. და всё, ყველაფერი დაჟა თავის ადგილას. ერთადერთი რაც არ მომწონს, ნახეთ, აი პეტლი, ახაც ჩანს, თუ როგორ არის დაჯახებული თაროსთან. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, შეგიძლიათ შეხვიდეთ, ნახოთ ვიდეო, სადაც ხდება პეტლების რეგულირება. მე მგონი მე ყველაფერი აგიხსენით. აი აქ ბევრ რამეს ნახავთ თქვენ. იგივე მენიაც რაზმერი ფასადა, ფასადო კლუბინუ, შეგიძლიათ შიგნით ჩაწიოთ კიდე, ახლა 0-ზე არის. საზორი 1.5 მმ. ანუ ყველაფერი არის გათვალისწინებული, მაგრამ აი მენიაც ფასადას რო ეუბნებით, ხო აი აქ არის აი რაზმერი ფასადა, აი აქ გაქვთ ყველაფერი რა. რაზომაც გინდათ, როგორც გინდათ, ყველა მიმართულებით ზედა მხარე, გვერდით მხარე, ძირი, მარჯვენა მხარე ფასადის, როგორც გინდათ, ისე შეგიძლიათ გაასწოროთ. შეგიძლიათ სიღრმეში ჩაწიოთ ფასადი კიდევ და ან პირიქით გამოწიოთ აქეთ ფასადი. ხო, მოკლედ ყველა საშუალებაა იმისთვის, რომ თქვენი შეხედულებისავე იმოქმედოთ და გააკეთოთ ის, რაც თქვენ გჭირდებათ და გინდათ. კი ბატონო, მოკლედ ეხლა ჩვენ ამით დავამთავრებთ ამ ვიდეოს, მე მგონი ყველაფერი გასაგებია და ასე ვთქვათ, თქვენთვის გარკვეულია ყველაფერი და გამშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.